და მოვჭრათ ეს ძაფის ბოლო ისე რომ კონტური შევძლოთ რომ მოვაკეროთ ესე იგი ხო როცა უკვე მზად გვექნება ლენტი აი ახლა ნახეთ აი ესე გვაქვს ნახეთ რა ადგილი უნდა მივაკეროთ აი ეს აი ამ ადგილებში იქნება მიკერება და აი აქამდე სახელურზე უკვე აღარ უნდა იქ თვითონ სახელური და ეს გავამრავლოთ ორზე ესე თქვა ორად გაკეცეთ ესე აი აქ შეგვიძლია მოვჭრათ ძაფი ეს კონტურს ესე იგი რომ შემოვლით მე ის ორად გაკეცეთ ორზე გაამრავლეთ ესე თქვა ასევე მეორე მხარეზეც ესე გჭირდებათ კარგი ეხლა მე დავიწყებ და მოგსო ეს გადავდოთ აი ლენტს რაც გჭირდება რომ გარშემო შემოუვაროთ მე აი ამ ჩანთას და მივაკეროთ ესე იგი ამ ლენტისთვის იგივე ძაფით რა თქმა უნდა გსოთ ეხლა აქ მე გეტყვით რომ მოდით თავიდან ცოტა გრძელი ძაფი მოიტოვეთ ძალიან გრძელიც არ გინდათ აი დაახლოებით ერთი მტკაველი აი მტკაველის ზომის მიახლოებით რომ მე ჩავკეროთ ამავე ანუ კიდევ არ მოვჭრათ და ესე იგი აქ პირველი თვალი იყოს კვანძი მოდით კვანძი გავაკეთოთ ანუ ესე და გჭირდებათ 4 თავისუფალი თვალი პლუს 1 თვალი ბიჭის ანუ ჯამში 5 აი ეს 1 2 3 4 და მეხუთე უკვე ბიჭის ეხლა უნდა მოვტრიალდეთ ჩვეულებრივ მოვტრიალდეთ ისევ აქ არ არის ის ამოტრიალება არ არის საჭირო და გსოთ თვლებს ნახევრად ნამატით ეს იყო ბიჭის თვალი და მომდევნოში ერთ კედელში ესე ვთქვათ ერთ ძაფში შევდივარ თვალი ნახევრად ნამატით აქ მე გავაკეთებდი ნიშნულებს ესე იგი პირველ თვალზე გააკეთეთ და შემდეგ უკვე როცა მოტრიალდებით იქაც გააკეთეთ ერთი თვალი ნახევრად ნამატით ეხლა ეს პირველი რიგი თუ შეიძლება მეორე რიგი დავარქვათ იმიტომ რომ პირველი რიგი ჯაჭვისებური თვლები ქონდა ხო ეს მეორე რიგი ესე იგი გვექნება აი მომდევნო თვალში თვლები ნახევრად ნამატით ყველა თვალში ამოიყვანთ თითო თვალს ნახევრად ნამატით აი ბოლო თვალი ეს კვანძი არ შეგეშალოთ კვანძში ისედაც გაგიჭირდებათ პრინციპში შესვლა მაგრამ აი აქ არის რაღაც კვანძი ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის და მოუტრიალდით აი ეხლა უკვე მომდევნო მესამე რიგია ესე იგი ამ რიგში აი ესე უგსოთ ნახეთ ესე იგი ორ თვალს მოგსოთ როგორც თვალს ნახევრად ნამატით ეს ბიჭის თვალია და მომდევნოში ორივე კედელში შედიხართ აი ესე ერთი თვალი ნახევრად ნამატით იყო და კიდევ ერთი თვალი გვინდა აი ძაფები აქვს მიწებებული მეორე თვალი ან მომდევნო თვალში თვალი ნახევრად ნამატით ეხლა ნახეთ მესამე როგორ იქცევა აი მის ნაცვლად რომ აქ შევსულიყავით ნახეთ ეხლა რას გავაკეთებთ აი ეს ნახზე გადადით ძაფი და შედიხართ აი აქ ნახეთ აი აქ ეხლა არ შეგიშალოთ თვათ აქ არ წახვიდეთ აი აქ შედიხართ ქვედა რიგის თვალში აი ეს ამოიტანეთ კარგად გაწელეთ აი ეს ესეც ახლა ფაქტობრივად თვალი ნახევრად ნამატით ალბათ დაგრძელებული თვალია და ცოტა შესვლა არის სხვა რიგის თვალში თვალიც არ არის ეს თვალს და თვალს შორის ადგილია ამის ამ თვალის ნაცვლად აი აქ უნდა შევსულიყავით ამას გამოვტოვებთ და უკვე აი ნიშნულის თვალში ვაკ პირდაპირ ისევ თვალი ნახევრად ნამატით აი ეს არის უკვე მესამე რიგი ხო ნიშნულს მოვხსნი ახლა ერთი თავისუფალი თვალი და მოტრიალდით იგივეს გავიმეორებთ ნახეთ როგორც ამის წინა რიგში იყო ესე იგი პირველი ორი თვალი იქნება თვლები ნახევრად ნამატით ერთი აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ნიშნული ну გირჩევთ ხოლმე რომ აი პირველ თვალს რომ მოგცევთ გააკეთეთ ნიშნული მომდევნო თვალი ორი კედელი ნახეთ აი ესე ზემოდან რო დახედავთ აი ეს ორი ძაფია ეს მეორე თვალი ნახევრად ნამატით
და ახლა ხვდებით, რომ მესამე თვალი იქნება ისევ ისეთი გაწელილი. მოდით ცოტა ფოკუსი. ისე. გაწელილი თვალი და ჩახვალთ. აბა დააკვირდით. აი ეს წინა ეს გაწელილი თვალია. აი ესე იგი აქ ვართ ხო? აი აქ არა და კიდევ ქვემოთ. კიდევ ქვემოთ გინდათ და კუთხე. აი აქ. აი აქ. ბანახეთ. აი აქ იმყოფებით ხო? ამის წინა და იმის ქვეშ კიდევ. პირველი მის შემთხვევაში ცოტა ნაკლებად ჩავედით, ვიდრე ამის შემდეგ ჩავალთ ხოლმე. აი ეს ნახეთ როგორ გადაჯვარედინებულია. აქ რა თქმა უნდა, აქ თვალი რომ მქონდა, ამას არ მოგსოვდა, აი ეს არის ახლა ნიშნული არ ჩამიმაგრებია, მაგრამ ასე თქვათ, ბოლო თვალი აი ეს არის ჩვენი ორი კედელი გინდათ აუცილებლად და აქაც თვალი ნახევრად ნამატით. აი ეს ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. აი ახლა პირველ თვალს რომ მოგსო, აუცილებლად გავუკეთებ ნიშნულს, რომ აი არ აგვერიოს, ხო? აი ეს ბიჭის თვალი გაქვთ. მომდევნოში აი აქ თვალი ნახევრად ნამატით. კიდევ ახლა მოდით ჩავდებ ჯერ ნიშნულს, თორემ ისე ის ფერს ვეძებ ახლა. ახლა ის ფერი გავაკეთე პირველად. აქ ის ფერი იყოს. აქ მოკლედ, ესე იგი პირველი თვალი როგორც კი მოიქსოვება ხოლმე მონიშნეთ. მე უკან წამოსვლისას გამოგადგებათ. ერთი თვალი მოგსოვე, ნახევრად ნამატით, მეორე და მესამე. მესამეში გსოვთ ხოლმე დაგრძელებულს და ნახეთ, აი ეს თქვენი რიგი ქვემოთ და იმის კიდევ ქვემოთ. აი დააკვირდით. ერთი ხვრელი კარგად ჩანს, მაგრამ იმის ქვემოთ კიდევ აი იქ უნდა ჩახვიდეთ. აი ეს. ამოიტანეთ კარგად და ერთად. ეს შეგიძლიათ გადმოატრიალოთ, რომ აი ლამაზად დაგიჯდეთ ეს გაწელილი ძაფი. ეს რა თქმა უნდა აქ ერთ თვალს ტოვებთ და აი ნიშნულის თვალში პირდაპირ. ანუ ჯამში უნდა გქონდეთ 4 თვალი, აი რო ზემოდან რო გადახედავთ, ნახეთ, ნიშნულის ჩათვლით. 1, 2, 3 და 4. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი, ამ ნიშნულს ჯერ მოვხსნი. მოვტრიალდით, ისევ იგივეს გავიმეორებ. ესე იგი, ბიჯის თვალის მომდევნოში ორივე კედელში თვალი ნახევრად ნამატით. აქ დავაბრუნოთ ნიშნული. აი აქ. მეორე თვალიც თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე. და ბოლო არ არის კიდე მესამეა ჯერჯერობით, მე იქნება კიდე მეოთხე. აი ესენი შეგიძლიათ, ახლა უკანა მხარეს ზოგჯერ არ არის ხომ ესე კარგად გასწორებული, ეს ორი ძაფი რო კარგად იყოს აქეთაც. ეხლა შევდივართ, ესე იგი ეს რიგი, ეს ხვრელი და კიდევ ქვემოთ. აი აქ. აი აქ. აი ესე ამოიტანეთ, კარგი სიმაღლე მიეცით და ერთად. ეს არის მესამე თვალი და აი ნიშნულის თვალში ეს მეოთხე. 4 თვალი უნდა გქონდეთ ყოველ რიგში. თვალი ნახევრად ნამატით, რა თქმა უნდა. ფაქტიურად თვლებით ნახევრად ნამატით იქსოვება, მოტრიალებისას აუცილებლად ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის და დანარჩენი აი ეს გაწელილი თვალი გჭირდება და თავარია სწორად ნახოთ ის ადგილი, სადაც უნდა ჩახვიდეთ, ამოიყვანოთ ეს გაწელილი თვალი. ისე მოგსო იგივე წესი და თქვენც ესე გააგრძელეთ და ეხლა აი რაოდენობა რამდენი მოგსოვთ, ხო? ეს უნდა ესე იგი შემოვაკრათ ძირზე, გვერდებზე ჩანთას და ასევე სახელურისთვისაც უნდა გქონდეთ საკმარისი რაოდენობა სიგრძის, ხო, ამ ლენტის. აი ახლა ნახეთ ამის ქვემოთ. აი აქ, აი აქ. და ესე იგი იმის მიხედვით თქვენ როგორი სიგრძის სახელური გინდათ, ხო, რა თქმა უნდა, ესე იგი ამას ექნება თქვენთვის მნიშვნელობა, რომ ზუსტად ისე მოაზომოთ და ისე მოგსოვოთ. მე ხა მაინც კიდევ შეგახედებთ ერთი თავისუფალი თვალი და ამას გავაგრძელებთ, თქვენც გააგრძელეთ, ესე გსოვეთ ეს რიგები, საკმაოდ ესე დააგროვეთ. რიგების რაოდენობა გჭირდებათ საკმარისი. აი ნახეთ, აი აქ ესე იგი, აი აქ დაადებთ, აი თქვათ, როცა იქსოვება, ხო? აი შეგიძლიათ
აქედან წამოყვეთ, აი დასაწყისი. ხო, აი აქედან მოგსოვთ, აი ეს უნდა შემოეკრას აქეთაც ძირზე, ზემოთ და მერე კიდევ სახელურის. აი ასე მიახლოვებით ესე იანგარიშეთ, რომ რა ზომის გსოვთ და მე რო დაგიბრუნდებით კიდევ გაჩვენებთ მე თქვათ თუ ასეთი ძაფი გექნება ზუსტად, აი თქვათ ამ ნაწნავების ესე თქვათ რაოდენობას ან ასე რაღაცნაირად ან სიგრძეს გავზომავ ამ ლენტისას, რომ თქვენც მიხვდეთ მიახლოვებით რა ზომის მოგსოვთ, ხო? კარგით, ესე გაყევით და მოგსოვეთ. აი ესეთი ერთი და იგივე წესით იქსოვება სულ. კარგით, აი ეს უკვე მოგსოვა, ესე იგი ესეთი ლენტი მაქვს და მოდით ზომას გეტყვით რა სიგრძე გამომივიდა, ხო? გავზომოთ. და მიახლოვებით მაინც რომ ვიცოდეთ, თუმცა ეს ჯობია თქვენ ჩანთას შემოავლოთ და თქვათ თუ სხვა ზომის ძაფით გაქვთ ნაკსოვი, სხვა სისქის ძაფით, ჯობია რომ მაინც გარშემო შემოავლოთ კონტურზე და სახელურის ადგილიც გაითვალისწინოთ. მიახლოვებით, იმიტომ რომ იწელება ხოლმე ეს ძაფი, ზუსტად ესე ფიქსირებული ძაფი არ არის და შესაბამისად ნაკსოვი შეიძლება შეიცვალოს. აი 128 სანტიმეტრი მაქვს სიგრძე. სიგანი მაქვს აი ესეთი 6 სანტიმეტრია სიგანი. კარგი, ესე იგი, ახლა მე ამას ჩავკერავ. აქ პრინციპში შეგვიძლია მოვჭრათ ეს ძაფი. აი აქ, ну, ერთი თავისუფალი თვალი გააკეთეთ კიდევ, როგორც მოტრიალებისას ვაკეთებდით და მოვჭრათ ეს ძაფი. შეგვიძლია ამ ძაფითაც ჩავკეროთ, პრინციპში მე თავიდან გახსოვთ, რომ დავტოვე ძაფის ისა ბოლო. აი ეს შეერთების ადგილი აუცილებლად ძირზე მოახვედრეთ, ჩანთის ძირზე. იმიტომ რომ უზორი ესე იდეალურად არ გაგრძელდება, მაინც რომ ეხლა ზემოთ თუ მოხდა, შესამჩნევია და ძირზე არაა პრობლემა. ეხლა შეგვიძლია აქედანაც ჩავიდეთ, აქედანაც გამოვიდეთ, მოკლედ. ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს და შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყაისნაღეთ პრინციპში. მაინც ფაფუკი ძაფია, ეხლა ნემსში რო არ გავატაროთ, ვაწვალოთ ნემსიც. აი ესე. აი სპირალურად ნახეთ, იგივე სპირალურად ნაკერს ვაკეთებ თითქოს, უბრალოდ იმის გამო რომ ძაფი ესეთი სქელია, ყაისნაღით ვაკეთებ. ჩაიტანთ, აქეთა მხრიდან ამოიტანთ. აი ეს. აქეთ ხა ვიყავით ხო უკვე ორჯერ ну შეხვალთ ერთ და იგივე ადგილას. ჩაიტანეთ, აქეთ ამოიტანეთ. პრინციპში ერთი ჩაკერვაც საკმარისია, თუმცა ეგ მეორე ძაფის ბოლოც გვაქვს და ესე აქედან ამოვიღოთ, აი აქეთ. და ბოლოს აი ამ კუთხის თვალში და აქ აი აქ აი ეს არის. ხო, მე მგონი მეტი არ არის საჭირო. ეხლა აქ აირჩევთ რომელი გირჩევნიათ, წაღმამხარე რომელი უგუღმა და იმის მიხედვით აი ეს ორი ძაფი შეგვიძლია პრინციპში გავკვანძოთ, მაგრამ აქ კარგი კვანძი გავაკეთოთ, რომ მე არ გაიშალოს შემთხვევით. და დავმალოთ უკვე შიგა მხარეს, რა თქმა უნდა, აი ჩანთის შიგა მხარე, რომელიც იქნება აი იქ. აი ესე. კარგით, აი ესეთი ლენტი გვაქვს ახლა. ну, წაღმა უკუღმა, როგორც გითხარით, არა აქვს განსხვავება, უბრალოდ აი ამ უზორით თუ გინდათ ახლა არჩევა, აი მე ფიქრობ, რომ ეს იყოს გარეთა მხარე, ანუ წაღმა მხარე. და ახლა მოდით ასეთ გავაკეთოთ. აქ შეგიძლიათ ნიშნულებით მიამაგროთ, მიახლოვებით რომ მოხდეს ძირზე, აი ეს ნაკერი. ხო, აი ესე ეცადეთ. და ახლა მოდით მაინც მე
ნიმსში გავატარებ ახლა რა ადგილის ჩაკერავასაც ვაპირებ, იქიდან უნდა დავიწყოთ ხო, იმიტომ რომ აქ მოვიტოვეთ ჩვენ ეს ძაფი, გამოვიყენოთ ეს ძაფი, რომ ცალკე კიდევ მოჭრილი ესეთი ბოლოები არ ქონდა. ეს პრინციპში გადის ამ ნიმსში. ესეთი ცოტა მსხვილ ყუნწიანი ნემსია ხმარობ ხოლმე. ესე იგი, ეს გვაქვს აი ესეთნაირად ორიენტირებული, სადღაც აი აქ, ძირზე და აი ესე მიადეთ უბრალოდ, აი ესე, სადაც მოუწევს, იქ დიდი ის არ არის, რომ აი ცოტა შეიძლება აქეთ-იქით არ მოხდეს ზუსტად ცენტრში, ეგ არ არის პრობლემა, თავია ძირზე იყოს. და ეხლა ამას ჩვენ გავაკეთებთ ისევ სპირალური მოძრაობებით ესეთი. აქ მე მაინც ერთ კედელში შევალნახეთ, ერთ კედელში. აი ესე. და ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით, ეხლა მე კი ამას მივაკერებ ერთ მხარეს, მაგრამ მე სანამ მეორე მხარეს მივაკერებდეთ იგივე ესე იგი წესით ხო, ზუსტად ესე იგი მეორე ნახევარი ჩანთის უნდა მივაკეროთ აქეთ ამ მხარეზე, ხო? სანამ მაგას გავაკეთებდეთ, ჯობია ელვას თუ აპირებთ რომ ელვა ჩაუდგათ, ჯობია ელვა მივაკეროთ, რომ მოხერხებულია და მერე უკვე მივაკეროთ თვითონ ეს მეორე ნახევარი ჩანთის. აქ ეხლა თვალით წესით ჩვენ ისეთი ნაკსოვები ქონდა, აქაც იყო თვლები ნახევრად ნავად, აქაც ესეთი ნაკსოვი იყო და ეხლა აი ძალიან რთულია რომ გითხრათ რომ ზუსტად სად შევდივართ, მაგრამ მაქსიმალურად ახლო შედით რომ ხვრელები არ დაგრჩეთ, რასაც აი გირჩევთ ესე და პრინციპში უნდა იყოს რიგს უნდა შეესაბამებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ისე გვაქვს გაკეთებული ეს ნაკსოვები და თვითონ უზორები ესეთია ორივე დეტალებს ესეთი. დეტალია მაინც ის ჩვენი ლენტიც დეტალია, ხო, სახელურია, ასე ვთქვათ. ეხლა ნახეთ, აქ ვიყავი, ხო, სპირალური მოძრაობით. აქ მე ეხლა კიდევ შევალ, იმიტომ საკმაოდ მაღალი თვალია, თუმცა მოდი დაბა, აი აქ. ხვრელი რო არ დაგრჩეთ, აი აქ დიდი ხვრელი, აი ამის გამო, კარგით აქეთ გადავიდეთ. და აქეთ უკვე შემდეგი აი ეს. აქეთ ერთ კედელში შევდივა, როგორც ხედავთ. აი ესე. კარგით, აქეთ ჩავიდეთ. ქვემოთ. აქეთ ესე უნდა შემოყვეთ. აქეთ მაინც მე ვცდილობ რამდენიმე კედელში შევიდე, იმიტომ რომ ესეთი თვალი ნახევრად ნამატით არის და საკმაოდ ერთ კედელში რო შევიდე, საკმაოდ ესეთია არასტაბილური დამაგრება იქნება. აქეთ უფრო მჭიდრო თვლებია ლენტის მხარეს. აი ესე. მოკეთ, ესე ჩავკეროთ ახლა ეს ჩვენ და ჩავკერავთ მეორე, ესე იგი ბოლომდე, აი აქამდე, ხო? ეს რომ მიემაგროს. სახელურს არაფერი არ ჭირდება მე. ისე როგორც არის, ესეც იქნება სახელური, იმიტომ რომ ორივე მხარეზე ნახეთ, აქაც უზორი აქვს, აქეთაც უზორი აქვს. ძალიან კარგი უზორია, მინდა გითხრათ. ახლა აქ მოპირდაპირე მხარეს ჩავალ. აი როგორც მieდება ერთმანეთთან, ხო, მოხერხებულად, ისეც გააგრძელეთ. აქ ვიყავი, აქ. დიდი ხვრელია და აი ეს სპირალური მოძრაობებით ჩაყევით. აი ბოლომდე უკვე გავედი, აი აქ მივაკერე ბოლოს და ისე აი ესე კვანძები, აქ რამოდენიმე კვანძი გავაკეთე და ქვემოთ ჩამოვედი, ისე დავასრულე. ეხლა აქ მოვჭრათ ძაფი. ანუ მე კვანძებიც გავაკეთე და თან გავატარე იმის შემდეგ კიდევ ერთ თვალში. ასეთივე მიკერებით უნდა ჩავკეროთ, ესე იგი მეორე მხარე, ოღონდ მანამდე როგორც გითხარით. აი სანამ ამას ზუსტად მიამაგრებთ, ხო? აი აქ პირზე. აქ შეიგიძლიათ შეხედოთ, თქვათ, აი ამ მიმაგრების ადგილს და აი აქ გამოყვებით და სად უწევს ზუსტად, რომ აი ეს მიამაგროთ. აქაც იგივე წესით.
ამ შემთხვევაში აქ არის ძაფის ბოლო და აქედან დაიწყებთ ჩაკერვას, ხო? აი აქ რო იცოდეთ ზუსტად, აი გასწრიო, აი აქ სადღაც, აი აქ. მაგრამ მანამდე სანამ ამას გავაკეთებ, მე მივაკერებდი, აი ესენი დასამალია, ეს ძაფის ბოლოები, რა თქმა უნდა, ჩავაყოლოთ და ესე იგი, მოდით მივაკეროთ ელვა არის ძალიან ისეთი რთულია თუ უკვე ჩანთა შეკრულია მერე არ არის ადვილი მისაკერებლად ეს ძაფის ბოლოც დავმალოთ ბარემ მერე უფრო ადვილად ძირზე აღარ გვექნება არაფერი ერთადერთი მეორე ნახევარზეც ალბათ ძირზეც ასეთი ძაფები გვექნება და ისიც ჯობია ჯერ დამალოთ და მერე მიაკეროთ, ხო, როცა მიგერების დრო მოვა. აი ეს ესე იგი შიგა მხარე. აი ეს ჩვენი ელვა. აი ეს არის 35.5 ესეთი ზომა სანტიმეტრებში. 14 ინჩია, მაგრამ მე აი ხა სინამდვილეში პატარა ზომის ჭირდებოდა. მაგრამ ზუსტად ჩემი ზომის ვერ ვნახე ეს უფრო პატარა იყო უკვე 7 ინჩი, რომელიც ძალიან პატარა იყო და მოკლედ რაც არის, ეს არის. აი ხა რასაც ვაპირებ, ესე იგი რახან ჩემი ელვა ცოტა გრძელია. აი ესე იგი, ამიტომ მე ჩავკერავ. აი ესე აქედან დავიწყებ. ისედაც პრინციპში რო გახსნით მარტივია ისედაც ესე ჯობია რო ჩაკეროთ. ერთი მხარე გახსნილი, ხოლო მეორე მხარეს უკვე ჯობია რომ თუმცა მეორე მხარეს როცა მიადებთ, მაინც მოგიწევთ გახსნა, იმიტომ რომ ისე ვერ ჩახვალთ შიგ, ხო? მართალია. კარგით. ყველა შემთხვევაში ერთ მომენტში მაინც მოგიწევთ ესე იგი გახსნილზე, აუცილებლად გახსნილზე უნდა ჩაკეროთ. უბრალოდ როცა მეორეს აკერებთ, ეს აი ამისი შეამოწმეთ, რომ კარგად მიდიხართ თუ არა. ან შეგიძლიათ თქვათ კინძის თავებით დაამაგროთ, ხო? ადგილ რაღაც ადგილებში, რომ ზუსტად სწორად ჩაჯდეთ ორივე მხარეზე. ჯერ ერთს მივაკერებ, პირველის მიკერება არ არის პრობლემა. მე მეორეს როცა აკერებთ, ისიც რომ ზუსტად იყოს და აი ეს რაღაც ბოლო ჩემს შემთხვევაში ქვემოთ ჩავა, ზედმეტია და კარგით, ესე იგი მე გადავწყვიტე შავი ფერის ძაფით ჩავკერო, იმიტომ რომ ესეთი ზუსტად ფერი არ მაქვს ძაფი ესეთი ბორდოს ფერი და ამიტომ იყოს ესეთი ფერი. და შიგნით, ეს რა თქმა უნდა შიგნით მოვახვედრებ. აბა ნახოთ აქ ნახეთ დააკვირდით თან ეს რა სისქეც არის ფაქტიურად ეს იქნება შუაში აი ეს თქვენი ელვა საკმაოდ სქელი არის და ცოტა ისე გააკეთეთ რომ კარგად ესე შეიძლება აქ რო იყოს ამოშვერილი ეს არ არის პრობლემა მაგრამ აი აქედან დაიწყეთ მაინც პირველი ესე და იყოს ქვემოდან იყოს ამოკერებული, უფრო ზემოდან ფუმფულა ძაფი ჩანდეს ჯობია. ეს. ხო, ეს მე მგონი მაინც ქვემოთ ჩავა ეს ესეთი ურებივით რო იყო ამოშვერილი, მაინც ქვემოთ ჩავა. შემდეგ აქ გადადით, ამ ძაფს კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ ესე არ გამოვიდეს, რომ არ შესულხართ საერთოდ ძაფში. აი ეს. ეს მინდა მივაკეროთ მოკლედ. აქ მიკერების ის არის ვის უფრო კარგი ის აქვს გამოცდილება და ჩვევები ხო კერვის მაგრამ მაინც ჯობია რომ კინძის თავებით დაამაგროთ უფრო გარანტირებულად გამოგივათ კარგი მიმაგრება ეხლა მე აქ არ მაქვს კინძის თავები ამიტომ ესე პირდაპირ ხელით დავიკავებ ხოლმე და უბრალოდ მეორე მხარეზე რომ ლამაზი იყოს ესა ნაკერი, აი ჯერ შეხედეთ და მერე ერთ ხაზზე რომ გაიაროთ, ხო? ესე შეიძლება მეორე მხარიდან უყუროთ და
აი ეს მივაკერე. ეს ხელით ნაკერი როგორც გამოვიდა ესეთია და აი აქ ზემოდან აი ესე მოკლედ აი აქ უნდა იყოს ეს ხვდებით აი ესე ცოტა აქეთ მოვა და ძალიან ესე ახლოს ნუ დაიწყებთ აი ამ ელვის მიკერებას. აი ეს. ეხლა მე ეს ელვა შევკარი, ნახეთ, მაინც ეხლა შეკრუზე ჯობია მიაკეროთ მეორე ნახევარი, აბა დააკვირდით. ესე იგი მე ჯერ არ ჩავკერეს, არ მივაკერე, ესე ვთქვათ ერთმანეთს, თუმცა ეხლა ნახეთ ეს თავარია, რომ ერთნაირად იყოს წაღმამხარები. ესე იყო, ესე მახსოვს ეს ძაფის ბოლო აქეთ. ნუ მოკლედ მაინდა-მაინც არ ჩანს გასხვაობა, ანუ ეს მხარე და ეს მხარე რომ ერთნაირად იყოს, აი ესე. და ეხლა მე ამ მეორე მხარესაც მივაკერებ ელვას და იმის შემდეგ ჩავკერავ, აი ნახეთ, არ გვაქვს ჩაკერილი, იმიტომ რომ ესე უფრო ადვილია ნახეთ ელვას და ეს როცა ელვა შეკრულია, აი კარგად ხედავთ მაშინ, აი ზუსტად აი სად უნდა იყოს ეს მოსული. და მაინც მე გირჩევდით რომ ქინძის თავები დაამაგროთ და მე ახლა ამას გავაკეთებ. თუმცაც რამდენიმე ადგილას რომ დაამაგროთ ქინძის თავი უკვე დაგეხმარებათ ეს ძალიან. აი მოკლედ აი აქ შეაფასეთ სად ხართ. პრინციპში აქ ადვილია მე მგონი ხო? თუმცა გაითვალისწინეთ რომ ეს ადგილი კიდევ აი ამასთან კავშირში შევა რაღაც მომენტში, ანუ დიდი ნაწილი არა, მაგრამ მაინც ამიტომ ესე და აქ რა თქმა უნდა რომ მოვიდეს, ესე მოდით ასე დავდებ, აი ეს აქეთ მხარეს, ეს აქეთ, აი ესე და მიახლოვებით ერთმანეთთან. კარგად რომ მოვიდნენ, აი ესე ხო, ვფიქრობ რომ ესე კარგი იქნება. მოდით შუა ადგილს დავაფიქსირებ. აი აქ. ორივე ესე იგი ჩანთაშიც უნდა გაიაროს და ელვაშიც აი ესე. შემდეგ აქეთ აი აქამდე მაქვს მიკერება, აი აქ. ამ ადგილას აქაც მიახლოვებით ესე. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ბოლომდე არ ჩაკეროთ, რომ ეს კიდევ ჩასაკერი გვაქვს აი ამ ჩანთის აქეთაც. აი ესე მე მგონი მე მეყოფა ახლა მეტი აღარ არის საჭირო იმის ჩაკერვა და ანუ მიმაგრება ეს ორი ადგილი საკმარისია, ახლა აქედან ისედაც დავიწყებ მიკერებას და აი თქვენც ესე გირჩევთ რომ მიაკეროთ. აბა ნახოთ. არც ისე მოხერხებულია, მაგრამ აი ესე მოკეცავ ამ მხარეს, მაგრამ მაინც მეგონი აი შეიძლება თქვათ შეკრულზე მიამაგროთ და ეხლა მაინც გახსნათ. მაინც გახსნა საჭიროა, იმიტომ რომ აი ესე მოხერხებულია ხელი რომ გქონდეთ. კარგით. ესე იგი როგორც გითხარით, როგორც მეორე მხარე, აი რაღაც ადგილიდან დავიწყე მიკერება და ანუ ცოტა აი ელვას აი აქ კი არ შევდივარ ახლოს ელვასთან. ცოტა უფრო შორდები აი მაქსიმალურად რომ ელვის სიგანე გამოვიყენო. აი აქ, ხედავთ, აი აქ. ცოტა ნაპირში, იმიტომ რომ ეს ფართოა ლენტი და იქ ელვა ცოტა წაიღებს. დაგეხმარებათ მოკლედ. აი ეს, მოკლედ ესე მივაკეროთ. ეს ქინძის თავები მაინც გეხმარებათ რომ აფიქსირებენ რაღაც ადგილებში. აი ესე აქ შეხედეთ. შეგიძლიათ უკინდა შეხედოთ რომ სადახართ. რომ ერთ ხაზზე იაროთ უბრალოდ უკინდანაც, შიგნიდანაც რომ ლამაზი იყოს ჩანთა. აქ ნახეთ. ესე. სადაც აი აქ შევალ ელვაში, აქ უკვე სადაც შეესაბამება. დიდ ბიჯებს ვაკეთებ პრინციპში, იმიტომ რომ თვლები ისეთი მაქვს. ნაკსოვის. აი ქვემოთ, აი ეს. ერთ ხაზზე რო იყოს აქ ნაკერი.
ესე ჩაკერეთ მოკლედ. გაყევით ბოლომდე. აი უკვე მივაკერე ეს მეორე ნახევარიც ნახეთ, ესე. ეხლა ეს გახსნილი მაქვს ელვა, და ჩავკეტოთ, აი ესე, მაქსიმალურად უნდა იყოს კარგად ჩამჯდარი. აი როგორც ერთი ნახევარია, ისევე მეორე. აი ესე. კარგით. ეხლა როგორც ხედავთ, უკვე ეს გვაქვს ყველაფერი მზად, რომ დავიწყოთ ნიკერება აი ამის სინახეთ მე უკვე გავატარე და ჩვეულები როგორც მეორე ნახევარს ვაკერებდი ზუსტად იგივე წესით სპირალურად ველოდ აი აქ მაქვს მე ახლა ეს საფის ბოლო ამას რა თქმა უნდა ელვას შიგნი ვაყოლებთ ეს უბრალოდ ზედმეტად გრძელია ჩემი ელვა და ეხლა აქ თავია შეხედოთ სად მიამაგროთ პირველი მიმაგრება აი ლენტაზე აი აქ ხართ სადღაც, აი აქ ხო ვიყავით, ნახეთ, აქ მიმაგრება მქონდა, აი ლენტის აქეთ ხარეს და აი აქეთ გამოყევით. აი აქ ანამ თვალზე ან აქეთ. ну მოკლედ აქ დიდი ის არ ამგონია ახლა ერთი თვალით. აი ესე მოაზომეთ და შეიძლება აქ უფრო ქვემოთ ფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი იქნება. ისე აქ ერთ კედელში მახსოვს შევდიოდი ლენტის მხარეს, ხო? მაგრამ ცოტა ღრმად მინდა ახლა ეს პირველი თვალია მაინც ხო დაკავშირების მან ჯობია ცოტა კარგად დააკავშიროთ აი ეს სადაც ადგება უფრო დაწოლა და შემდეგ უკვე აქ გაყვებით აი ცოტა ქვემოთ აქ ვიყავი ხო უკვე დავაკვირდით აი აქ შევიდეთ ჯობია და აქაც გადადით მომდევნო თვალზე აი აქ ესე სპირალურად მიამაგრეთ მოკლედ გარშემო შემოყევით მეორე კიდემდე. მეორე კიდეც ესე შეაფასეთ, აი სად ხართ მიახლოებით რომ იყოს ერთნაირი წინა და უკანა მხარის მიმაგრების ადგილები, მოდით გაჩვენებთ. მოკეთ ესე სპირალურად ჩაყვებით აქ გარშემო სულ, ხო? და ეს ძაფიჯობია დამალოთ, სანამ მიაკერებდეთ. და აი აქ რომ მოხვალთ, ხო? წესით ახლა სადაც მოვა, მაგრამ მაინც სასურველია რომ წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული, დიდი განსხვავება არ იყოს. აი აქ სადაც არის მიმაგრება, ხო, მეორე მხარეს. აი ესე გამოყევით, აქ ან ნიშნული გააკეთეთ, ფიქრობ რომ ეს კარგი იდეა. აი აქ ნიშნულს ჩავამაგრებ და აი მეცოდინება რომ ბოლოს ეს უნდა მივამაგრო. ახლა ძალიან არ გავცეთ, ან იქით, ან აქეთ, ხო? აი აქ პრინციპში თქვენ მაინც ესე თვალით ამაგრებთ, ხო? მაგრამ აი ეს უნდა მოვიდეს ბოლოს. აი აქაც შეიძლება გაკეთდეს ნიშნული კუთხის თვალზე. აი კუთხე სადაც არის. აი ეს არის კუთხის თვალი. აი აქ უნდა იყოს კავშირი. ეს მანამდე მე მაინც ამას ჩავმალავ და მოვჭრი კიდეც ძაფის ბოლოს. შეიძლება არც მოჭრათ ისე მაინც ჯობია შიგნით თუ დამალავთ იყოს ეს ფაფუკი ძაფია არ მგონია რომ ჩანთი შიგნით შეკიშალოთ ხელი იყოს ჯობია ესე გრძელი აი ეს აი მორჩა არც ჩანს კარგი და ესე გაყევით და ჩავკეროთ ეს არის სულ ფაქტიურად ჩვენი ჩანთა შეგიძლიათ რაღაც დეკორაციული დეტალი დაამატოთ მაგრამ მე ვფიქრობ ეს კარგი ისედაც ორნამენტულია ესეთია და მე ვფიქრობ აღარ დავამატებ. აი ესეთ აღარ გადავტვირთავ. აი ესე. აი უკვე ჩავკერე მოკლედ ესეთი გახსნილი. მოდით შიგნიდანაც რომ ვნახოთ. აი ეს აქ ჩემი ესე ზედმეტი ელვა ცოტა აქეთ მოხდა. აი ესე. აქ ნახეთ, აი ესე გვაქვს. ეს ღია არის, ხო? ესენი ერთმანეთთან არ არიან კავშირში. თუმცა როცა ჩაკეტავთ, პრინციპში, აი ამ ელვას თუ შეკრავთ, წესით, აი ეს ერთმანეთთან მიდის. შეგიძლიათ ზემოთანაც დატოვოთ პრინციპში. და შეგიძლიათ ქვემოთ ეს ჩაძიოთ. ეხლა მე მაინც გირჩევდით რომ ამ
ჩანთას მაინც ჩაუდოთ პლასტიკური ფირფიტა ძირზე, იმიტომ რომ მაინც ისეთია. ეხლა თუ ისეთ რამებს ჩაალაგებთ, ცოტა გაავსებთ, კი, დაიკავებს ფორმას, მაგრამ ისეთი კულტურულად ისე ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მაინც გირჩევთ, რომ აი ესეთი ძირის ეს რაც გაქვთ ხო ზომა, ნახეთ და აი ეს მიახლოვეთ ესეთი ისა ლენტის ზომაზე ოდნავ განიერი ესეთი პლასტიკური ფირფიტა და მაშინ ძირს დაიკავებს და უფრო ესეთი იქნება. აი ესეთი. ну, გათქმა უნდა, ძირის გამო ეს ცოტა გაფართოვდა, თუმცა როცა ჩაალაგებთ რამე ნივთებს, უფრო კარგად დაიკავებს. ისე შეიძლება ახლა ვფიქრობ, რომ მეჩვენება ცოტა განიერი ეს რაც ჩაუფინე და აი როგორც ლენტი გაქვთ, შეიძლება ისეთი ან კიდევ ოდნავ მომცროც შეიძლება. ახლა რაც შევატყვე, რომ ჩავდევი, ჯობია ოდნავ. ან ლენტის ზომის კარგი იქნება. ნახეთ, აი ესე დააზომეთ. ახლა მე ცოტა განიერი ავიღე. აი ეს ნახეთ, ერთი, აი 2-3 უჯრა რომ მოვჭრათ, კარგია და შეგიძლიათ აი გვერდები ცოტა გლუვად გავუკეთოთ, ან მოწვათ, მოჭერით ჯერ და მერე ცოტა მოწვით, მაინც ის არის წვეტიანი ისენი აქვს ხოლმე ამას და პრინციპში ჩვეულებრივად იჭრება, არ არის პრობლემა და აი ეს სადაც ფიქრობ, რომ ხო 3 უჯრას მოვჭრი აი სიგანეში, რომ უფრო კარგად ჩაჭდეს. ეს თან მარტივია მის მოჭრა, რბილია საკმაოდ. აბა ნახოთ ახლა. ეს უკეთესია, კი და ეს უბრალოდ წვერი რო არ გამოვიდეს ხო, სადმე ჯობია ესეც მოამკვალოთ. კაც ესე მოვჭერე უბრალოდ. შეიძლება მოწვათ, აი ეს კუთხე თქვათ თუ რაღაც არ მოგწონთ. მოწვათ შეიძლება პლასმასის. აი ესე შემოავრგვალეთ. აი ეს კუთხეები რომ არ კონდეს. მაგრამ სულ ეს იყო ხო, ეს ჩვენი ლამაზის, ესე ზამთრის ჩანთა. ფუმფულა ესეთი ჩანთები უფრო ზამთარს შეესაბამება, მე მგონია. აი ეს. სიგრძე, მოდით სიგრძეს გეტყვით ამისას. ეს არის, ну, ახლა შეიძლება ცოტა განსხვავებული 30 სანტიმეტრი არის. ამის სიგრძე, თუმცა შეგიძლიათ ცოტა იმის მიხედვით თქვენი ჩანთა როგორი ზომის გამოგივიდათ. ნებისმიერ სხვა ძაფით თუ გაქვთ მით უმეტეს მოქსოვილი. აბა შევკრათ და ნახოთ. აი ესე. ახლა უკეთესია კი. აი ეს ნახეთ, ზუსტად იგავებს იმ ფორმას, როგორც ლენტის ზომა იყო. ესეთი ძალიან სიმპათიური ჩანთა, შავი ფერის კურტკაზე ან თქვათ პალტოზე მე ვფიქრობ, კარგად წავა. ესეთი ფერი მოუხდება. კარგი, დაბა წარმატებები ყველას. შეხვედრამდე.